გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, წლის ბოლოს კომპანია Sony წარმოგვიდგინა Z სერიის ახალი smartphone-ები. ეს არის მცირე ზომის Sony Xperia Z5 კომპაქტი, საშუალო ზომის Sony Xperia Z5 და რა თქმა უნდა ფაბლეტი ფლაგმანი Sony Xperia Z5 პრემიუმი. ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებელი უკვე დიდი ხანი ელოდა ამ უკანასკნელის ვიდეო მიმოხილვას. მოდით გიხდით, რომ ცოტა დაგვიანეთ და დღეს მოდით სწორედ ამ მოდელს შევვლოთ თვალი. დავიწყოთ. მოდით რა თქმა უნდა ჯერ ვნახოთ თუ რა მოყვება ტელეფონის კომპლექტაციაში. რა თქმა უნდა თვითონ აქვეა ტელეფონი. აქვე გვაქვს რა თქმა უნდა Sony-ს ბრენდირებული საკმაოდ მაღალი ხარისხის ყურსასმენი. აქვე ეგრეთ წოდებული OTG კაბელი და რა თქმა უნდა USB კაბელი, რომელიც გახლავთ ჩვეულებრივი micro USB შესაერთებელი და არა USB Type-C. და ბოლოს რა თქმა უნდა აქვე არის wall adapteri. ახლა კი მოდით ვნახოთ თვითონ ტელეფონი Sony Xperia Z5 პრემიუმი. გეცოდინებათ, რომ კომპანია Sony წელიწადში ორჯერ უშვებს თავიანთ ახალ ფლაგმანურ smartphone-ებს და წელს მათ შემოგთავაზეს სამი smartphone-ი, რომელიც არის პირველი მოდელი, ეს არის Sony Xperia Z5 კომპაქტი, მეორე შედარებით მაღალი მონაცემების მქონე smartphone Sony Xperia Z5 და ყველაზე ძლიერი მოდელი Sony Xperia Z5 პრემიუმი, რომელიც გამოირჩევა ყველა სხვა smartphone-ისგან იმით, რომ მას ყველაზე მაღალი ხარისხის და მაღალი გაფართოების მქონე ეკრანი აქვს, რომელიც შეადგენს 4K-ს, მაგრამ მოდით მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ. ხოლო რა შეეხება დიზაინს, თავადაც ხედავთ, რომ Sony-ს დიზაინი ფაქტურად არ იცვლება, ანუ ყოველ წელს ის უბრალოდ იხვეწება პატარ-პატარა ელემენტებით და თავადაც ხედავთ თუ როგორი საკმაოდ ლამაზია ეს ტელეფონი. იგი არის შედარებით მსუბუქი, სხვა რა თქმა უნდა Sony-ს მოდელებთან შედარებით. ალბათ ის იმიტომ, რომ ტელეფონის გვერდები არის სულეთ მეტალში ჩასმული, ხოლო წინა და უკანა მხარეს ტელეფონში იცავს შუშა, რომელიც არის უახლესი ტიპის და საკმაოდ უძლებს ნაკაცრებსაც და დავარდნასაც. ხოლო რაც შეეხება მის ფიზიკურ ღილაკებს, მარჯვენა მხარეს არის განლაგებული ჩართვის ღილაკი, რომელშიც უკვე სტანდარტულად წლევანდელი მოდელებისთვის ჩაშენებულია შიგნით დიდი სანაბერტი სენსორი. აქვე გვაქვს რა თქმა უნდა ხმის ამწევ-დამწევი ღილაკი და კომპანია Sony, მე მგონი ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც თავის smartphone-ებში ტოვებს კამერის ეგრეთ წოდებულ გაშვების ღილაკს. ქვედან მხარეს კი არის სტანდარტულად micro USB შესაერთებელი და აქვე თქვენ შეგიძლიათ ტელეფონზე ჩამოკიდოთ რაიმე საკითხის მაგვარი რამ. ახლა მარცხენა მხარეს არის სტანდარტულად Xperia-ს ლოგო ტელეფონზე, რომელიც საკმაოდ ლამაზია ამ შემთხვევაში და აქვე გვაქვს ორი სიმბარეთის მოთავსების სლოტი და ასევე micro SD სლოტიც. ზედა მხარეს კი Sony-ისთვის ტრადიციულად არის ყურსასმენის ჯეკი, რომელიც გახლავთ 3.5-იანი. უკანა მხარეს კი არის რა თქმა უნდა კამერა, რომელიც არის უახლესი ტიპის, აქვე გვაქვს ღამის განათება და რა თქმა უნდა NFC მოდული, რომელიც ამ ტელეფონშია უკვე სტანდარტულად გამოყენებული. წინა მხარეს კი, როგორც ხედავთ, მას აქვს ორი სტერეოდინამიკი, რომელიც წინა წლებთან შედარებით არის გაუმჯობესებული და მათი რეალურად უფრო მაღალ ხმაზე ისმის და უფრო ბევრად უკეთესი ხარისხის ხმა აქვს. აქვე გვაქვს ახალი კამერა, რომელიც შეადგენს 5 მეგაპიქსელს და რა თქმა უნდა აქვე არის სხვადასხვა სენსორები და აქვე გვაქვს დიოდი, რომელიც გატყობინებთ შემოსულ ან გასულ გამოტოვებულ ზარს ან თუნდაც რამე გამოტოვებულ მესიჯს. რაც შეეხება ტელეფონის ეკრანს, ტელეფონის ეკრანი შეადგენს 5.5 ინჩს, რომლის გაფართოება, როგორც გითხარით, 4K. ანუ ეს არის პირველი smartphone, რომელსაც აქვს ესეთი მაღალი გაფართოების ეკრანი. რა თქმა უნდა, იგი დამზადებული IPS ტექნოლოგიით და მას აქვს ყველაზე მეტი PPI, ანუ ეგრეთ წოდებული პიქსელი 1 ინჩზე. იგი შეადგენს 806 და ჯერჯერობით ეს არის რეკორდული რაოდენობა smartphone-ისთვის. და თავადაც ხედავთ თუ როგორი მართლაც რომ კარგი ხარისხის ფერები აქვს ამ ტელეფონს და მოდით მაგალითისთვის ჩავხდოთ რაიმე ვიდეო და ვნახოთ თუ როგორი ხარისხის ეკრანი აქვს ამ ტელეფონს. თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ თუ როგორი მართლაც რომ მაღალი ხარისხის ეკრანი აქვს ამ ტელეფონს. რა თქმა უნდა, ხედვის კუთხეებიც ძალიან მაღალი აქვს ამ ტელეფონის ეკრანს და როგორც თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ სურათის ხარისხი არანაირად არ ფუჭდება და რჩება ისევ ისეთი, როგორიც არის მასზე.
სამწუხაროდ ჩვენს ვიდეო კამერას არ შეუძლია მართლაც გადმოსცეს თუ როგორი რეალური დახვეწილი ფერები აქვს ამ ტელეფონის ეკრანს. იმიტომ შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ ეს ტელეფონი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში. Sony Xperia Z5 პრემიუმში კომპანია Sony გამოიყენა ყველაზე სწრაფი Qualcomm-ის ჩიპსეტი, რომელიც გახლავთ Snapdragon 810. იგი არის, რა თქმა უნდა, 8 ბირთვიანი ჩიპსეტი და ტელეფონი თავადაც ხედავთ, როგორ სწრაფად მუშაობს. ასევე, რა თქმა უნდა, ტელეფონს აქვს 3 GB ოპერატიული მეხსიერება, ხოლო შიდა მეხსიერება აქვს ტელეფონს 32 GB და, რა თქმა უნდა, microSD სლოტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მეხსიერება მთელ 200 GB-მდე. და ამ ტესტში Sony Xperia Z5 პრემიუმმა დაიკავა აიღო უბრალოდ 76000 ქულა და ტოპ 15 მოდელში მან დაიკავა მე-9 ადგილი, რაც საკმარისია ჩემი აზრით და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს ამ ტელეფონს სხვა ფლაგმანურ მოდელებთან შედარებით. და ასევე მოდით მაგალითისთვის ვნახოთ თუ როგორ არტყნევს თავს ტელეფონის საკმაოდ ძლიერ თამაშს, რომელიც არის Real Racing 3 და თავად დავწმუნდეთ მის საკმაოდ ძლიერ პროცესორში. მოგხსენებათ, რომ Real Racing 3 ეს არის ერთ-ერთი ძლიერი თამაში და რა თქმა უნდა Z5 პრემიუმი უპრობლემოდ უმკლავდება მას. რა თქმა უნდა, ტელეფონი არანაირად არ ჭიდავს და არანაირად ლაგი არ აქვს მას. და თქმა უნდა, როგორც გითხარით, ასევე ტელეფონს აქვს ორი სტერეოდინამიკი, ანუ შედეგად ტელეფონს აქვს ძალიან მაღალი ხარისხის ხმა. მოდით მაგალითისთვის ჩავხდეთ რაიმე ვიდეო, ან ვიდეო ხმის ტესტი და ვნახოთ თუ როგორ მაგალითისთვის ავიღოთ სიმღერა და შევამოწმოთ როგორი ხარისხის ხმა აქვს ამ ტელეფონს. შეხება ტელეფონის ელემენტი შეადგენს 3430 mAh-ს, რომელიც რა თქმა უნდა არის ჩაშენებული корпуსში და მისი მოხსნა ფიზიკურად შეუძლებელია. და როგორც კომპანია Sony გვიგდება, ტელეფონს შეუძლია იმუშაოს დაახლოებით 2 დღე აქტიურ რეჟიმში ყოფნისას, ანუ აქტიურ რეჟიმში მუშაობისას და რა თქმა უნდა, აქვე ტელეფონს აქვს stamina mode და ultra stamina mode, რის მეშვეობით, ანუ მის გააქტიურებით თქვენ შეძლებთ, ან თქვენ ტელეფონი მუშაობს დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტ ხანს. მაგალითად, stamina mode-ში ტელეფონი მუშაობს კიდე 1 დღე და 21 საათი, ხოლო თუ ჩავხდეთ ჩვენ stamina mode-ს, მაგ შემთხვევაში ტელეფონი მუშაობს 4 დღე და 17 საათი. ანუ ტელეფონი მთლიანად გადავა დაზოგვის რეჟიმში და შეგვიზღუდავს აპლიკაციების მუშაობის რიცხვს. თავადაც ხედავთ, რომ ტელეფონი გადავიდა სრულიად ულტრა დაზოგვის რეჟიმზე. აქვე ანუ უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ შეხვედრა დარიკოთ, შეხვედრეთ კონტაქტებში, დაწეროთ რაიმე მესიჯები, ან გადაიღოთ რაიმე სურათი, ან მოვუსმენთ მუსიკას, ან თუნდაც ნახოთ საათი. რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეძლებთ მაგ შემთხვევაში ინტერნეტის სარგებლობას და რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არის, რაც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ultra power saving mode-ის მეშვეობით. მოგხსენებათ, რომ კომპანია Sony არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია კამერის სენსორების ბაზარზე და რა თქმა უნდა, Sony Xperia Z5 სერიაში და Z5 პრემიუმში მან გამოიყენა სრულიად ახალი 23 მეგაპიქსელიანი კამერა, რის შედეგად სურათების ხარისხი არის ძალიან რა თქმა უნდა მაღალ დონეზე. მოდით მაგალითისთვის ვნახოთ თუ როგორ გადაიღო ტელეფონმა სურათები და თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ თუ მართლაც რომ როგორი კარგი ხარისხის ფერები აქვს ამ ტელეფონს, ამ გადაღებულ სურათს და რა თქმა უნდა დეტალიზაცია ძალიან მაღალი აქვს. ასევე მაკრო გადაღება შესანიშნავი აქვს და ჩვენ შეგვიძლია იგი შევადაროთ ბევრ ფლაგმანურ მოდელს და ჩემი აზრით მას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო კამერა არსებულ ბაზარზე. ხოლო რაც შეეხება ტელეფონის კამერის ინტერფეისს, იგი არის უკვე Sony-ისთვის სტანდარტული, ანუ იგი არის საკმაოდ მარტივი მოსახმარი ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, მაგენ თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ brightness-ი და ასევე ფერთა გამა. აირჩიოთ აქედან ჩართოთ flash-ი ან გამორთოთ, გადახვიდეთ წინა კამერაზე ან აირჩიოთ სხვა ანუ setting-ები ამ შემთხვევაში. ხოლო აქედან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა რეჟიმები, მაგალითისთვის manual mode-ი, აქვე გვაქვს AR ეფექტი და რა თქმა უნდა, პანორამული სურათის გადაღება, თქვენ შეგიძლიათ
შეგიძლიათ დაადოთ სხვადასხვა ეფექტები ტელეფონს, ანუ სურათს რა თქმა უნდა და ასევე თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ წინა და უკანა კამერით ერთდროულად. ასევე წელს კომპანია Sony-მ შემოგთავაზა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ფოკუსი, რის შედეგად ტელეფონი აფოკუსებს სურათს 0.3 წამში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი. მაგალითისთვის, მოდით ვნახოთ თუ როგორ გადაიღებს ეს ტელეფონი სურათს და თავადაც ხედავთ თუ როგორ სწრაფად მოხდა ფოკუსირება და შემდეგ უკვე სურათის გადაღება. ჩემი აზრით ეს არის რეკორდული მახასიათებელი ამ შემთხვევაში და არის ძალიან დიდი პლუსი ამ ტელეფონისთვის. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, ვიდეოს ტელეფონი რა თქმა უნდა იღებს 4K ფორმატში, ასევე თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ slow motion ვიდეო, რა თქმა უნდა 120 FPS-ით. ასევე რა თქმა უნდა დაიხვეწა წელს წინა კამერა ახლა შეადგენს 5 მეგაპიქსელს, რა თქმა უნდა მას შეუძლია Full HD ვიდეოს გადაღება და ასევე მასაც აქვს HDR მოუდის ხარდაჭერა, რაც არის ძალიან დიდი პლუსი ჩემი აზრით. ახლა ტელეფონის ინტერფეისი არის უკვე სტანდარტული Sony smartphone-ებისთვის, როგორც ხედავთ იგი არის საკმაოდ დახვეწილი და საკმაოდ ლამაზი, იგი არის საკმაოდ მარტივი მოსახმარი ასევე. კომპანია Sony არის მე მგონი ერთადერთი ბრენდი, რომელიც ანუ დიდად არ ცვლის სტანდარტულ Android-ს, რა თქმა უნდა იგი წერს თავის აპლიკაციებს, მაგრამ იგი არის მაქსიმალურად მიახლოვებული სტანდარტულ Android-თან. ასევე კომპანია Sony-მ შემოგთავაზა ესეთი რამ რასაც ქვია თემები, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა თემები წვალოთ ამ ტელეფონში და რა თქმა უნდა სრულიად მენიუ შეიცვლება ამ შემთხვევაში. მაგალითთვის რო ავიღოთ სტაფილოსფერი. მთლიანად ანუ ყველაფერი გადავა ეს სტაფილოსფერ რეჟიმში, შეიძლება რა თქმა უნდა wallpaper-ი და სხვადასხვა ელემენტები და უშთა ბლოკის დროსაც ყველაფერი შეიცვალა და გახდა სტაფილოსფერი. ასევე რაც შეეხება ანუ მის ინტერფეისს, მის ტელეფონის ინტერფეისის გამოიყურება ეს სტანდარტულად. აქედან თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მესიჯები, რა თქმა უნდა, მასში გამოყენებულია Sony Xperia-ს კლავიატურა, რომელიც არის საკმაოდ მოხერხებული ჩემი აზრით, მაგრამ თქვენ თუ მოგესურვებათ შეგიძლიათ დააყენოთ სხვა კამერა, სხვა კლავიატურა, რა თქმა უნდა. აქვე არის კონტაქტები, აქვე გვაქვს კამერა და რა თქმა უნდა, შიგნით არის უკვე სტანდარტული Sony-თვის ეს ბევრი აპლიკაცია. ასევე რაც აქვს საკმაოდ კარგი რამ Sony-ს smartphones და Sony-ს ინტერფეისებს, ეს არის ეგრეთ წოდებული small apps-ი, რის შედეგად თქვენ შეგიძლიათ ანუ ნებისმიერ აპლიკაციაში ყოფნისას, მაგალითად კალკულატორი, იგი საერთოდ არ შეუსლის ხელს არანაირი აპლიკაციის მუშაობას და თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მარტივად რაიმე გამოითვალოთ და ასევე აკეთოთ ის, რასაც ნუ აქამდე აკეთებდით და იგი ფაქტობრივად არანაირად არ გიშლეთ ხელს. აქვე რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ ანუ შეხვდეთ პატარა ბრაუზერში, გააკეთოთ ეგრეთ წოდებული screen capture-ი, ანუ გადაიღოთ სურათი, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ, ეგრეთ წოდებული screenshot-ი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ტელეფონი მუშაობს Android-ის ვერსიაზე, რომელიც არის 5.1.1 და რა თქმა უნდა, ტელეფონი განახლებადია ბოლო ვერსიამდე, რომელიც არის Android 6.0 Marshmallow. კომპანია Sony დაკვირდა, რომ ახლოს მომავალში შემოგთავაზებს მას. და ასევე რაც წელს კომპანია Sony შემოგთავაზა მის ახალ ფლაგმან მოდელებში, ეს არის ის, რომ მის ჩართვის ღილაკში ჩაშენებულია თვისის ანაბეჭდი სენსორი, რომელიც მუშაობს საკმაოდ სწრაფად. მოდით მაგალითისთვის ვნახოთ თუ მართლაც როგორი სწრაფია ეს თვისის ანაბეჭდი სენსორი და მოდით უცბად შევამოწმოთ იგი. თავადაც ხედავთ თუ როგორ სწრაფად ხდება თვისის ანაბეჭდის დამატება. და შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ მარტივად ბლოკი მოხსნათ, უბრალოდ თითის მარტივი მოთავსებით ჩათვისვე ღილაკზე და თავადაც ხედავთ თუ როგორ სწრაფად ხდება ეს ყველაფერი და ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი პლუსი, იგი არის საკმაოდ მოხერხებულ ადგილას სხვა ბრენდთან შედარებით და რა თქმა უნდა იგი მუშაობს საკმაოდ სწრაფად smartphone-ში. რაც შეეხება ასევე ტელეფონის პლუსებს, როგორც გითხარით, ტელეფონის ეკრანი არის მისი ძალიან დიდი პლუსი, იგი არის 4K გაფართოების, მაგრამ სამწუხაროდ ტელეფონის ეკრანი მუშაობს ძირითადად Full HD რეჟიმში, რაც ანუ არის პატარა მინუსი ჩემი აზრით. ანუ ტელეფონის ეკრანი მუშაობს მხოლოდ 4K რეჟიმში მაშინ, როდესაც მასზე გახსნილია რაიმე 4K, მაგალითად სურათი, ვიდეო, ან თუნდაც რაიმე თამაშია გახსნილი ამ შემთხვევაში. ასევე ტელეფონს აქვს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ხარისხის სპიკერი, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავად ისმის და ძალიან კარგი ბასები აქვს ასევე ამ ხმას, ამ ტელეფონის ხმას. ასევე ტელეფონს აქვს რა თქმა უნდა შესანიშნავი კამერა, რომელიც ბევრ ფლაგმანურ smartphone-ს ჯობია
და ჩემი აზრით კომპანია Sony წელს პირველად მოახერხა მის ფლაგმანურ მოდელებში ძალიან მაღალი ხარისხის კამერის გამოყენება, რომელიც მართლაც რომ ჯობია სხვა ფლაგმანურ smartphone-ებს. ასევე თითი სანაბერტი სენსორი, რომელიც საკმაოდ კარგად არის რეალიზებული და ეს არის მართლაც რომ ძალიან დიდი პლუსი ამ smartphone-ის. მინუსებში კი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ის რომ ტელეფონის უკანა მხარე და არა მარტო უკანა მხარე ძალიან იკრავს თითის სანაბერტებს, ანუ თქვენ ფაქტობრივად დაგჭირდებათ ყოველთვის ტილოთის სიარული, რომ გაწმინდოთ იგი, იმიტომ რომ ძალიან მალე ესე ვთქვათ ჭუჭყიანდება. ასევე ხმის ამწვევი ღილა კი საკმაოდ მოუხერხებელ ადგილას, რაც ბევრისთვის შეიძლება დისკომფორტი იყოს, იმიტომ რომ როცა ტელეფონი გიჭირავთ, საკმაოდ მოუხერხებელია ხმის აწევა ან დაწევა ამ შემთხვევაში. და როგორც გითხარით, ტელეფონის ეკრანი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, 4K, მაგრამ სამწუხაროდ იგი მხოლოდ Full HD რეჟიმში მუშაობს ძირითადად. და ასევე ტელეფონი არის საკმაოდ დიდი ზომის, მის ეკრანის ზომასთან შედარებით და იგი არის საკმაოდ მძიმე და საკმაოდ მასიური smartphone. ბევრისთვის ეს შეიძლება ძალიან დიდი მინუსი იყოს. დღეისთვის კი სულ ეს იყო, მეგობრებო. ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.